არის, როცა ჩვენ მშობლების მოდელებით შევდივართ ურთიერთობაში. მაგალითად, მე ხშირად შემიმჩნევია, რასაც მთავაზობს ენერგეტიკულად ადამიანი, იმ როლში ვარ, ხან მამის როლში, ხან დედის როლში. თუ არის ძალიან უპასუხისმგებლო, ვერძული ტიპი, თუ არის ადამიანი, ხო? უპასუხისმგებლო, კარგი გაგებით. ზედმეტად ოპტიმიზმის, ზედმეტად სუბუქი. მე ეგრევე გადავდივარ დედის მოდელზე. ის არის გასაკეთებელი, ის არის ამას მიაქცია, ინტელექტუალურ ფსიქოტიპში გადავდივარ ეგრევე და სატურნი აქტიურდება ჩემი მანდ, ხო? თუ არის პირიქით ცოტა ისეთი ადამიანი, მე მამის როლში გადავდივარ. ყველასთან ჩვენ როცა თერაპიული შეხვედრა გვაქვს, ყველა ამჩნევს მაგას, რომ იქ რომ მოდელში დაჯდნენ მამის, იღებენ დედის მოდელის პარტნიორს. რატო შეიძლება მამის მოდელზე დავჯდე, ესე იგი დედისგან ან რაღაც მაკლდა, რაღაც ვერ მომცა. ან არის ხოლმე პირიქით სუსტი იყო დედა, საწყალი იყო დედა და მე არ მინდა. ანუ ჩემთვის როგორც ქალისთვის შეიძლება ხა ჩემთან არ არის ეს მომენტი, ისე ზოგადად ხშირად რატო ჯდებიან მამის მოდელზე. ну იქ ზეც უნდა იყოს აქტიური ძალიან და სუსტი მზე ნიშნავს ავტომატურად უფრო დედის მოდელზე გადასვლას, მაგრამ იქაც ძალიან რუკას გააჩნია. და აქ შემოდის რა დედასთან და მამასთან დაულაგებელი ურთიერთობა, მოუგვარებელი, ან სიყვარული დამაკლდა. ან ზედმეტად საწყალი იყო დედა და მე, ხალი მყავს წარმოდგენილი, რომ ესეთი ბედური უნდა იყოს, თორე სხვანაირ ხალი არ ვიცი. მე ვცდილობ ხოლმე რომ ახალი მოდელი ჩავანაცვლოთ, მაგალითად ხალის და ყველაზე კარგი არის ხალი თერაპევტი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ახალი მოდელი, ანუ იქ რაღაცა ტრანსფერს ვაკეთებთ ჩვენ მე თერაპევტზე და ამან ახალი მოდელი უნდა შეგვიქმნას, საწყალი და გაუბედურებული ხალი კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს ლამაზი, ვიზუალურად ვიცი, ვინ ურჩიო ხოლმე თერაპიაზე, მაგალითად, რომ აი ვიცი, რომ ეს მოუხდება მას თავის ჰაბიტუსით, თავის მყარი ხასიათით. ზოგისთვის ეს მყარი და ის არის უკვე ტრამვული. მას უნდა რბილი და ჩახუტება თერაპევტი და მზრუნველი და სანდო ძალიან, ხო, რაღაც აი კუთხეები მომრგვალოს ის ფსიქოლოგიურად, ხო? ზოგთან არის მამაკაცის მოდელი, სუსტი ჯაჭყალი მამა ყავდა, რომელიც არაფერზე არ იღებდა პასუხისმგებლობას, დედა ათრევდა, თან ისე უხეშად ვამბობ ახლა. და აბსოლუტურად გაუნულდა კაცის მოდელი, მაგალითად და თვითონ შეიძლება მამაკაცის ფსიქოტიპში დაჯდეს, ოღონდ ქალურად. დედის მოდელზე გადავიდეს, ხო? ოღონდ ეს დედის მოდელი მე გვერევა საერთოდ. ხალი, კაცი, ანუ ვერ ხვდები, ხო? დედის მოდელზე გადავიდი, მაგრამ დედა არ ასრულებდა ქალის ფუნქციას. შესაბამისად, მე იქიდან დედა დამაკლდა. და შესაბამისად, მეც ესე ვექცევი მე ჩემ თავს. და მე თუ ესე ვექცევი, მე ან კაცი მინდა სუსტი, როგორც მამა იყო, რომ ის გავაძლიერო, იმიტომ რომ ეს გეშტალტი უნდა დაიხუროს, ხო? ეს რაღაც აი ის რაც